არის ქალაქის მერი? მართლა უკაცრავად გამოკითხოს ვაწარმოებ და თუ შეიძლება. ვინ არის ქალაქის მერი? მაღალი ხალხურად გავანდანი თავრობის. საშუალოდ. ვაწარმოებ და თუ შეიძლება ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? მაღალი ხალხურად გავანდანი თავრობის. ახლა რა გითხრა? საყოთილი ვინ არის? არა კი. კარგი ზმარება ორია დაკითხვა? ორია დაკითხვა შეიძლება? ვინ არის ქალაქის მერი? ვინ არის? ვინ არის და ის რა ქვია? აქ ჩვენი ქალაქი. მე პატარა ბიჭი რა ქვია ახალგაზრდა ბიჭი როა. მაღალი ხარ დღევანდელი მთავრობის? აბა ვარ შენ. ხარ შენ? მე არ ვარ. რა ესია? აბა ვარ აგე აქ ვარ და აბა როგორ დაახასიათებთ საქართველოს პრეზიდენტს? საქართველოს პრეზიდენტი ჯერ ახალია და არაფერი არ აჩანს. როგორც ახალი პატარძალი. კარგი, მადლობა. შეიძლება? ორია დაკითხვა რომ დაგისვათ. ვინ არის ქალაქის მერი? მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? სადაც არ გინდა? ვინ არის ქალაქის მერი? მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? როგორ დაახასიათებთ საქართველოს პრეზიდენტს? ვერანაირად, კონკრეტს ვერც კარგი დავუხატეთ. ვინ არის ქალაქის მერი? საქართველოს პრეზიდენტს როგორ დაახასიათებთ? აი წერტვარა კრიმინალმა ქალაქში. გაგახდება სამუშაო. რა გამაგდება? რა ზრუნავდა? შეიძლება. ვინ არის ქალაქის მერი? როგორ დაახასიათებთ საქართველოს პრეზიდენტს? სიტყვით და გამოვიწევს. ხარამ დაგიხარ შეიძლება? ვინ არის ქალაქის მერი? არ ვიცი. საქართველოს მთავრობას როგორ დაახასიათებთ? ნორმალურად. ხარამ დაგიხარ შეიძლება? შეკითხვა. ვინ არის ქალაქის მერი? ვაგე ვიცი და დამავიცი მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? დღევანდელი ხელისუფლებით არა. ჯერჯერობით არა. შეიძლება? ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? რა? ვარ მაინტერესებს. მე ვიცი, მაგრამ არ მაგაზე არ სპასუხ. მაღალი ხარ დღევანდელი? არა. არა, ვინაცვლა. მერი. მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? მადლობა. არ ვიცი. როგორ დაახასიათებთ საქართველოს პრეზიდენტს? არ ვიცი. მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? იქ ხარ დაგიხარ შეიძლება? ვინ არის ქალაქის მერი? მინდები ხარ შეიძლება. მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? მოდის ხარ მაღალი არ მეთქი ალბათ მოვითხოვ. როგორ დაახასიათებთ? იმედები არ გამოგდის. როგორ დაახასიათებთ პრეზიდენტს? ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ თქვა, რომ რაღაცა აი ამ დამსახურების გამო შემიძლია კარგად დავახსენოთ. დავაცადოთ. თუმცა ვერს არაფერს ველოდები, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცას გააკეთებ. ქალაქში კრიმინალმა აიწია? კი, ჩემს აზრით აიწია. მადლობა დიდი. მერი. არ მახსოვს. მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლებით? კი, ზოგადად კი არ მადლობა. ეს ქალაქის მერი. არც მაინტერესებს. როგორ ხალხზე გაწვდია. ვინ არის ქალაქის მერი? მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლების? მადლობა. შეიძლება? აი მე კითხვის თავისულ არ მაქვს დღეს დღე პოლიკლინიკაში რა მითხარით. ვინ არის ქალაქის მერი? არ ვიცი ჯერ. მთელი ზაფხული რაიონში ვიყავი და მაღალი ხარ დღევანდელი ხელისუფლების? მადლობა. ვინ არის თავის მერი? როგორ შეაფასებთ დღევანდელ თავრობას? მადლობა.
არის რუსთავის მერი? რუსთავის მერი? აქ არის რუსთავის მერი. ვინ არის რუსთავის მერი? ჩიქოვანი არის ხო? იყო, ეხლა სხვა არის შეიძლება. არ ვიცი სიმართლე გითხრა. დღევანდელ მთავრობას როგორ შეაფასებდით? ძალიან კარგად ჩემთვის მაგალითად. ვინ არის ქალაქის მერი? დღევანდელ მთავრობას როგორ შეაფასებდით? ვინ არის რუსთავის მერი? რუსთავის მერი ვინ არის? დღევანდელ მთავრობას როგორ შეაფასებდით? ლაბზი ბოზა აუ აღადამებს რუსთავის მერი ვინ არის? რუსთავის მერი გიათი უგულავა არის ალბათ დღევანდელ ხელისუფლებას როგორ შეაფასებდით? აუ ახლა ისე დამიჭერეს უეჭველეს არა რატომ უნდა დაგიწეროთ თავისუფალიაზე შეგიძლიათ დააფიქსიროთ არა ასზე აღდაც ვინ არის რუსთავის მერი? არ ვიცი დღევანდელ მთავრობას როგორ შეაფასებდით? გამოცდენა შევაფასებთ რა ვიცი არ მინახია რუსთავის მერი. აუ კარგი რა პრეზიდენტი არ ვიცი რუსთავის მერი დღევანდელ მთავრობას როგორ შეაფასებდით? ჯერჯერობით არ ვიცი გაკეთე მუშაობა არ არის ხალხი დაკოტრებული არის და ქალაქის მერს რა უნდა მოთხოვო ოღონდ გამაგებინე ხალხს ფული არ აქვს შვილო შიმშილით იხოცებიან და ჩვენ ახავს ხედავთ კაპიკი ვერ მიგვაქვს სახში ანუ შეიცვალა ეკონომიკური მდგომარეობა. შეიცვალა, მაგრამ ძალიან შეიმჩნევა, რომ ხალხი გაჭირვებულები არიან. ვინ არის ქალაქის მერი? მერი? ვინ არის? საქართველოს პრეზიდენტს როგორ დაახასიათებდით? მე მოგონა ბაზრის ფასები შემეკითხო. ეგეთი რამე. მაგის მერი. რამდენი ხელისუფლებით კმაყოფილი ხართ? რა კმაყოფილი ვარ ბაბა? არა, ნამდვილად. მადლობა. უგულავა მაგ და ვიცი ახლა რომელია კეთვი და მოხსნეს ჯერ კიდევ არის არ არის. კმაყოფილი ხართ რამდენი ხელისუფლებით? ჩემი აზრით რომ გამოვხატო შვილო კმაყოფილი არც ამითუა და არც იმით. რა ამის იმედი ქონდა და ესეც რა ჯერჯერობით არაფერი ჩანს ხალხისთვის და რა ვიცი აბა მადლობა. შუა წყალში ვდგავართ. არც იქით ვართ, არც აქეთ. იმედი ქონა, მაგრამ ჯერჯერობით იმედის ნაბერწკალის არსად არ არის. თითქოს ცოტა ძვრები იყო, მაგრამ რა ვიცი, ჯერ არაფერი არ ისმის და ნახოთ. მომავალი რას გვიჩვენებს. კაცი იმედი ცოცხლობს. დღევანდელი ხელისუფლებით? ძალიან. ამოთ ჩვენი მთავრობის დამყენებელი, რომელია ხალხისკენ არის შვილო. ყველა რო თავი ჯიბეს უყურებს, ხალხისკენ ზრუნავს რომელიც. როგორ დაახასიათებთ პრეზიდენტს? თავისი ყველა კარგი. ქალაქის მერი. ზიქი არ ვიცი მაგრამ სახელი არ ვიცი კარგი და კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლებით? გაგიცრუდა თუ არა იმედები? მია მიშველი. კმაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლებით? რა კმაყოფილია რა შეხედა კმაყოფილობა? არაფერი არ. როგორ დაახასიათებთ პრეზიდენტს? რა უნდა დავახასიათო? რა მივიღეთ ახალწლის მერე ვაფშე სულ გაფუჭდა ყველაფერი. ჩვენთვის ხალხისთვის არაფერი არ არის. თავისთვის კარგად არის. დამამტკიცებელი დოკუმენტი, რომ ქალაქში არ იქნებენ მერს. რაცნობი არც ერთი არ არის საცნობი. ხალხს პირდებიან თავიანთ ჯიბეებს ხელებენ არიან. ხალხს რა გაუკეთეს ერთწელია და ანემის ადრე. ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? დიდი ვინმე გაბერილი ბერბაკალა. ვინ არის ქალაქის მერი? აი ჩვენ არ მაგდენ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი? აი ვიცი მადლობა. ვინ არის ქალაქის მერი? აბაჰე დათო ვაიმე და ჯიქია დათო ჯიქია მაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლებით? ეს უცუდი ხელისუფლება რო იყოს და ოცნების ტივარ და მაინც კმაყოფილი ვიქნები. მადლობა. ვინ არის ქალაქის მერი? რუსთავის? მე გარდაცი. არ გითხულობ ქალაქის მერს. მაყოფილი ხართ დღევანდელი ხელისუფლებით? არა.
მადლობა. ქალაქის მერი. მაგაფილი ხარ დღევანდელი ხელისუფლება. შენი თქვენი მერისგან ნამდვილად მაგო. იმიტომ რომ მაგალითად ისეთი რამე შემპირდა, რომ არ შეასრულა. მერი. მინ არ ვიცი, მართლა არ ვიცი შუა. მაგაფილი ხარ დღევანდელი ხელისუფლების. არა მაინც არ ვიცი. მადლობა. მეგრელიგო ბატონია, ანუ მართლა არ ვიცი. მაგაფილი ხარ დღევანდელი ხელისუფლების. მადლობა. ვინ არის ქალაქის მერი? ჯიქია დავით. მაგაფილი ხარ დღევანდელი ხელისუფლების. მარა